განვაგრძობ გადაცემას და მე მაყურებელს გვეუბნები რომ ორშაბათი იქნება სამედიცინო დღე და ვისაუბრებთ იმ საჭირო ინფორმაციაზე პრინციპში რომელიც ყველამ უნდა იცოდეს ყველა ჩვენგანმა მივცეთ პრაქტიკულ რჩევებს და ასე შემდეგ ორშაბათი დაეთმობა სამედიცინო თემას და რა თქმა უნდა თავის მოვლასაც სწორედ დღევანდელი დღე არის ის სამედიცინო დღე ორშაბათი მძიმე დღე თან სამედიცინო დღე განახლებული ეთერის პირველ გადაცემაში პირველად სამედიცინო დახმარებაზე ვისაუბრებ. იცი რა ის არის მე მგონი რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად იბნევიან ხოლმე ასეთ სიტუაციებში, ამიტომ ჩვენ მივცემთ მათ კონკრეტულ რჩევებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ თუ იმ კონკრეტული ტრავმის შემთხვევაში. ხო, მინიმალური ცოდნა რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ. ყველასთვის სავალდებულოა მე ასე ვფიქრობ. ხო, მით მეტად ახლა ესეთი პერიოდი იწყება. იმიტომ რომ გაზაფხული ხო ტრავმები, ჩამოვარდნები, გულის წასვლები ქალების. ეს გაზაფხულზე მაინც როგორ იცის გულმა აჩქარება დათო? საშინოდ. ეს როგორ მარტები ყველა ადამიანში დევს ისე. კი, ვიცოდე, კატებს რა მარტო გაზაფხულზე? შახნეში არიან. კატებს არ ვიცი, ანუ მე რო გული მიჩქარდება და აი ძალიან ხშირად რომ აქ შეგრძნება რომ გული მიმდის, ეს ვიცი. დღეს არ პრობლემა. არა, დღეს არის. დღეს ისეთი მობილიზებული ვარ და კი, კარგად გძნობ და ხოთაშორის ეს ტუჩებში კინაღამ გულის წასვლა. ესე ჩვენი დღევანდელი თემის დასტური. არ მოველოდი რომ ესეთი ხაურით შემოხვიდოდით და შემეშინდა ალექს წერეთელი ნევროლოგი ჩვენი სტუმარი რომელიც მარტო არ არის. მოისალმებით. გამარჯობა. გაგვაცანი. როგორც ხედავთ მარტო არ მოსულ ვარ. გამარჯობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ანუ მომაკითხეთ ხო? მოთხოვთ რომ დავწეროთ კი ბატონო. ძალიან სასწაულო და ბატონო რომელიც ალექსი რომელიც არის სამედიცინო სამსახურის განყოფილების კონტროლის უფროსი მამისად. დაძაბული ხარ უფროსთან ერთად კონტროლის უფროსი. ასე არ ხდება ხოლმე. ალბათ ასე სტუდიაში შევარდნით გამოსულება არა. იცი რა, ხო ვიცოდი, მაგრამ აი რაღაცა ხო, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ის რომ სასწრაფოს დაძაბვა კი არა, მაგრამ ამასთან ერთად სასწრაფო დახმარება გვეხმარება ხოლმე რეალურად სიცოცხლის გადარჩენაში. კი, ნამდვილად. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია თან რაღაცა პრაქტიკულადაც ვაჩვენოთ მაყურებელს, ხო? პრაქტიკულად შეგვიძლია ვაჩვენოთ თუ რა ხდება. ანუ შეგვიძლია კონკრეტული შემთხვევებიც განვიხილოთ, როგორ მოვიქცეთ ამას თუ შემთხვევებს. ამიტომ დღევანდელი დღისთვის თემა დავიღოთ ტრავმა და განსაკუთრებით ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი ექიმები დაგვეხმარებიან ვნახოთ თუ ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ ან რა უნდა გავაკეთოთ. მარტივად და მოკლედ. მოდი დავიწყოთ, აბა. დავიწყოთ პირველი მოდი ხო კიდე რომ პაციენტი იყო მე კი იმპროვიზაცია გავაკეთოთ ამ სიტუაციაში დავიწყოთ შეგეჩამოწდე აქ იცი რა მაყურებ მოდი აი აქედან მოჭდა შესაძლებელი იქნება კი ხო პირველი შეხება ხილად ერთი წამ იქიდან აქეთ მოდი თორცემდით აქეთ მოუვალ ჩემს წამს თუ შეიძლება გავხდეთ ბატონო ჩვენ საკოს თუ შეიძლება ბატონო ლექსოსთან პროვაზე მივდივართ მაგ დროს სავარჯიდან არ შეიძლება პირდაპირ პაციენტის ამოყვანა და არის სპეციალურად გვაქვს სპეციალური არტაშანი რომელთაც ვახერხებთ იმობილიზაციას ეს არის როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა ადამიანი დიახ თავისი ტრავმა საერთო ფერხემლის ტრავმა და რა თქმა უნდა საშუალებთან ერთად ხდება უშუალოდ პირდაპირ გადმოყვანა რა თქმა უნდა არ შეიძლება ხდება აი ამ ტიპის წამი ხელსაწყოა ავტორის მიხედვით კენდრიკის როგორი კომფორტულია საუბარი რა კომფორტული ციხნება ამის ხდება თავის და მეხუთე ელემენტის ფილმი გამოხატა ჩემი ვარცხნილობა შეეწირა მესონის პირველად სამედიცინო დახმარება აუ როგორ მოგიხსნა არა მე არ მომწონს საკმაოდ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საფრთხის მაინც ძალიან ლამაზი დათო თან ხსნიან რატო არის მნიშვნელოვანი და ვუსმინოთ ტრავმის დროს შესაძლებელია განვითარდეს ხერხემლის ტრავმაც ასევე ხერხემლის მარის მოტეხილობა
და არასწორი მოძრაობის დროს შეიძლება დავარქვათ ასე გადაჭრა ზურგის ტვინი, რაც გამოიწვევს ადამიანის დაინვალიდებას სამუდამოს. ხო, ამას ძალიან უნდა ვერდეთ მე როგორც ნევროლოგი განსაკუთრებით ჩავერთვი. სწორედ ამიტომ მოწოდებული აი ეს ხელსაწყო და ამოყვანილთვის კიდევ როცა მანქანა. ფაქტობრივად სრული მობილიზაციას იძლევა, ასე ხდება დაზარალებული პაციენტის გამოყვანა. ანუ ამ სავარჯიშში ჩასმა ხდება მანქანაში ვერ როგორც მოვიდები, ხო? უსაფრთხოდ გადმოვიყვანოთ. ისე რომ არ გადავწევ. აი მე ვერაფერს ამით შეიძლება ამას მაგისტრის საგე ვერაფერი ვერ გააკეთო ზუსტად. ამას რა დაფიქსირდეს. ამით ხდება დაუშვათ ხრამში ან რაღაც ესეთ ადგილიდან ამოწევა აი ამ წეკრანის ეგრეთ წოდებული აქ აქვს მოწექნება პირდაპირ წევენ ამას. ეს შემდეგ უკვე ხდება საკაცეზე გადაწვენა? კი, უნდა ჯერ ხდება საიმობილიზაციო ფარზე გადაწვენა და მე საკაცე. სხვა შემთხვევებში, როდესაც ადამიანი თქო გარეთ არის ან სხვა ტრამვის შემთხვევა არის, გამოიყენება ეს 2 ადგილიანი აბა? მონაწილეობის მოდი საკაცე. ეხლა ამ სიტუაციაში ჩვენ ვიცით რომ რაღაც სხვანაირი მანქანაა, მე მახსოვს ჩემ სტუდენტობაში სხვანაირები იყო ხოლმე და ხომ არ აღვიხსნით რა ხდება, როგორ არის მოწყობილი. რაღაც სიახლეებიც არის, ხო, როგორც სამწუხაროდ დახმარება. შემდგომ რეანიმაცია შეიძლება, ხო, აქ ფუნქცია რეანიმაციის. საკო, როგორ ხარ? რა ძირითად მომენტებში შევეხო, ეს მანქანა არის, ახალი, შემოყვანილია წელს, საშანდელი ტენდერის შემდეგ სტანდარტ ახსნით. ბატონო, საერთოდ დაგვეთმართ და გითხრათ რა ხდება ახალი სასწავლო დახმარებაში, რატო ეს მანქანა ესეთი? კი ბატონო, ჩვენ მაყურებლებს მე მგონი ძალიან ხშირად უნახავთ როგორია სასწავლო დახმარების მანქანები ამერიკაში, ევროპაში, მაგრამ არ ვიცით ქართული სასწავლო დახმარება როგორ გამოიყურება და იქნებ შინთაც შეგვახედოთ თუ შეიძლება რა თქმა უნდა. აი ხა უყურებ ამ მანქანას დამშვიდდი. დამშვიდდი ხო? ანუ მანქანის მონაცემები აღებული არის ჩვენი გერმანული პარტნიორების რჩევით, რეკომენდაციით, არსებობს ეგეთი ევროსტანდარტი 1799 რომელიც ეხება სასწრაფო მანქანის ზომასაც, მონაცემებსაც, მოწყობილობასაც და ნუ ბევრ ამას. ეს შეფერილობა რატო ეს? შეფერილობაც ეს იმ სტანდარტიდან მომდინარეობს, ეს არის ჭადრაკული წესით განლაგებული ყვითელი და მწვანე ფერები, რომელიც უფრო ადვილად შესამჩნევი და გარჩევადია მათთვისაც, ვისაც რაღაც პრობლემა აქვს მხედველობასთან. მე მგონი რატო ძალიან დაინტერესდა. გაწერილი არის ზომებიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაღალი, იმიტომ რომ სივრცეც უნდა იყოს, რომ ექიმებმა შეძლონ დახმარების გაწევა და რაღაც მინიმალური და არა მარტო მინიმალური манипуляციების ჩატარება უშუალოდ მანქანაში აღჭურვილი არის. ანუ ესენი რა არის? ეს არის ჟანგბადის ბალონები, დიდი ჟანგბადის ბალონი არის ფიქსირებული სტაციონარული, ეს თქვა ჟანგბადის ბალონი, პატარები გადასატანი, რომელიც შეუძლია მისამართზე აიტანო ბინაში, ქუჩაში გადმოიტანო და საკმაოდ მოსახერხებელი და სრულია. დეფლატორი კი ბატონო სოფლიოში, ნუ ეს ფაქტობრივად არის ერთ-ერთი საუკეთესო დეფლატორი თავის მონაცემებით არის ბიფაზური. გარდა ამისა, რომ თქვა დეფილაცია შესაძლებელი აკეთდეს გულის გაჩერების ზოგიერთი რიტმის დროს. ხო, შორენა ეცით არა ხედავ ყუთს სასწავლო და შეგინდა გაგვაჩინოთ სუალექს. რა არის ხოლმე მყუთში როგორცაც მუდამ მოდი გავხსნათ ამასობაში. იცი რა ვიცი, ხო? ან საავადმყოფოში გადამიყვანეთ, ან მომხსენით, ხო? ხო, ანუ კომფორტული არ არის. რა გვაქვს ირაკი? აქ არის ყველაფერი საჭირო მედიკამენტი, რაც არის პირველად დახმარებისთვის. აბსოლუტურად აქ არის ადრენალინი, ატროპინი. ადრენალინი შეგვჭირდება რა შემთხვევაში? ადრენალინი გულის გაჩერების დროს, რეანიმაციის დროს. შოკების დროს თუ ადამიანს აქვს მაგალითად ალერგიული რეაქცია ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეთ? აი ანაფილაქსიური შოკის დროს გვაქვს დექსამეტაზონი, გვაქვს ადრენალინი. ისევ ადრენალინზე მივდივართ. ერთი შეკითხვა მაქვს შეიძლება. ხარისხია შოკის გააჩნია, კეთდება ინტრავენურად და კანქვეშ. გაიდლაინი გვაქვს სპეციალური. ეს გაიდლაინები პროტოკოლები პერიოდულად გავდივართ გადამზადებას. ბუდვი განახლება, რა თქმა უნდა ხდება. ეს ძალიან საერთაშორისო სტანდარტთან არის. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საკუთარი ტრენინგ ცენტრიდან მაგალითად ეს მანეკენების მცირე ნაწილი წამოღებული და გვაქვს გაცილებით მეტი. პერმანენტულად მიმდინარეობს ეს უცხოეთ სამედიცინო განათლების პროცესი, რომელიც მონაწილეობენ ექიმების და მათ შორის ზღულებიც კი და სტაჟიორებიც. ტრენინგი, ერთი ატაშარის დაგონა. ეხლა შეგვიძლია გავაკეთოთ ისე რომ ფოთი ფეხის მოტეხილობის შემთხვევაში როგორ მოვიქცევით ამ სიტუაციას. წამოჭდეთ ისე. ფაქტობრივად ყველაფრით აი მე საკურას გიშვებიან გული დამეთ. საერთაშორისო განათლებით არის მოწყობილი ჩვენი. თვითონ ფეხი მოიტეხა ხა ხო? აბსოლუტურად. ეს არის მუხლის ტრავმის დროს.
ფეხი ფეხზე. ეს მაინტერესებს რა ხდება. ხალბატონი შორნე ხემ გითხრა რას ვაკეთებთ თან მაყურებელისთვის გასაგებია. ეს გვაქვს კიდურის მუხლის ტრამვა გვაქვს აი ამ წუთას. და ვადებთ არტაშანს. მოტეხილობას გაჩი ამდენიმე ქართულობა. შეგიძლიათ ცოტა უკან გაიწეთ მაყურებელმა კარგად კი, ეხლა საბოლოოში. აქედან მოვალ. აი ძალიან კარგია. მოტეხილობის პირველი დახმარება არის იმობილიზაცია. აი იმ შემთხვევაში სანამ ექიმი მოვა, სანამ სასწრაფო დახმარების უბრალოდ გაჩერებას, მეტი დაზიანება არ მივიღოთ. მოტეხილობა ფრაგმენტებმა შეიძლება დააზიანოს მობილიზაცია გაკეთებული, სწორედ. დააზიანოს კანის გადავიდეს ღია მოტეხილობა. იცით რა მაინტერესებს იმ შემთხვევაში უბრალოდ სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოვა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენით თქვა ყარსაგანზე კი, იმპროვიზირებულ შეძახით ამას. ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე, ანუ იგივე პრინციპით ეს არის რაღაც უფრო დახვეწილი მეთოდი, რა თქმა უნდა შეიძლება უძრაობაც კი უკვე მისი კურნალობა ან ყარზე დაპირზე დადება რაღაც რაიმე არსებული რაღაც მყარი ზედაპირით ამ მოტეხილობის დაფიქსირება. ფეხით ფეხზე შეიძლება, ფეხით მეორე ჯანსაღი ფეხით. ახლა შემთხვევაში შეგვიძლია გადავიდო ფეხით. არა, მაგრამ ჯანსაღი ფეხით გვერდზე მიდევით შეიძლება დაფიქსირება ჩვეულებრივი ესე გადაკლეთ. ხო, მე მგონი ხელსაყრელი შეგვიძლია უკვე შეგვიძლია ძალიან მარტივად რო ვაჩვენოთ თქვა ხელოვნურს თქვა როგორ კეთდება. ჩემზე ჩაატარება ხელოვნური. თუ შენზე გადაწყვეტ მოდი შენ ჩვენ დაგვიყვება. ისეთი სიყვარულებს გიხსნიდა მე როგორც მოვისმინე. მედი. ამ სიტუაციაში. მოდი. ქალთან შორნა გვაჩვენებს ალბათ როგორ კეთდება ეს. შეიძლება ის როგორ ყავაც გვაქვს, ყველაფერი გვაქვს ხო გითხრა. ეს კაია. ნუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ უსაფრთხო მდგომარეობაში შევინარჩუნოთ თავი. სიტუაციაში ასე არ ხდება რა თქმა უნდა ეს მოძრაობს ბიზნესს დაშენდა. ნუ საგანზე არ შეიძლება იყოს, უნდა იყოს მაგარ საგანზე. ბროთ იმპროვიზაციას გავაკეთებთ რომ ხდება. თავი უნდა დაფიქსირებული. აუ კან გადავწე. ანუ ნიკაპი ზემოთ უნდა იყოს. ნიკაპი ზემოთ. კი ბატონო. და ამ პოზას აქვს რამე მნიშვნელობა? რა თქმა უნდა. სასუნთქი გზები იხსნება ერთ დონეზე. ასე იხსნება. ანუ სწორად რო ჩავატაროთ ეს ისე უნდა გაკეთდეს. და პირი თქვენ დავა. ვიწყებთ. ხო, არასწორად ჩატარებული ხელოვნური შეიძლება ბიზნესის გახდეს. ყოფილა შემთხვევები მსმენია ბევრი. ამის გარდა გვაქვს ამბუს პარკი, რომელსაც ვიყენებთ ამბუს ნიყაბი, სხვა შემთხვევაში შანგბადზე შეიძლება. საინტუბაციო მილის გვაქვს რა თქმა უნდა, ეს ამბუ რა არის? მოგიტანთ 1 წუთი. ხო, მაგრამ მე ჩვენებრივ ხორებებში მე მგონი ხო რთულია საკმაოდ როგორც ხედავთ ეს ყველაფერი. პირველი მე მგონი თავარი არის რომ ამ შემთხვევაში არ უნდა დაიგნეს ადამიანი და რა უნდა გააკეთოს. ალექსი, ამ დროს ერთდროულად კეთდება ჩასუნთქვა და ამ შემთხვევაში როდესაც არ არის პაციენტი ინტუბირებული, როგორ ვაკეთებთ ამას მე თავისი მნიშვნელობა აქვს. თუ რამდენჯერ გავაკეთებთ 30 დაწოლას და რამდენჯერ გავაკეთებთ ეს ჩაბერვაზე რამდენი ზეწოლა უნდა შეიძლება იქ 100 გაკეთდეს 30 გაკეთება მინიმუმ 100 სიხშირეში. დიახ, თქვენ დაასრულეთ და შემდეგ გადავახოთ. ანუ გარკვეული წესები აქვს, მინიმუმ 100 ზეწოლა წუთში და ეფექტურობა უნდა შევაფასოთ პულსაციის გაჩენით. ეს არის ლარინგოსკოპი, რომელთაც ხდება მოკლედ ამ მომულიაჟზე არ ხდება ეს და საინტერესო რაღაც იქნება. რა ნახე იპოვა რაღაცა. ეს რა არის? ეს რა ხდება? რა არის? ეს არის შეიძლება გამოვიყენოთ. კაი, მე წავალ მაშინ. არა, თქვენ უკვე საჭირო. თან მაგარია, რაღაც საინტერესო რამეა. უწოდებულია ტრავმებასთან ეს სხვადასხვა ტიპის საკაცეებია. ეს არის ის იყო მანქანაში ყოფილი, ეს თქვა შეიძლება ქუჩაში იყოს ადამიანი და ეს ქუჩის შემთხვევა არის, როდესაც არის უგონო მდგომარეობაში. როგორც მდგომარეობაში უნდა იყოს. უგონო მდგომარეობაში წავიდა გული დაკარგა გონება. აი ამის შემდგომ ხდება პაციენტის გადაყვანა აი ამ საკაცეზე აბსოლუტურად. ეს არის ორნაწილიანი საკაცე, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეიძლება პაციენტის გაძრევა თქვა დაზარალებული წევზე. ესე რომ პირველად სამედიცინო დახმარებას დაუბრუნდეთ ამ სიტუაციაში, არის ძალიან ბევრი სცენარი, იქ შეიძლება იყოს სისხლდენა. ჩვენ უფრო მეტად რაღაც ზოგადად ჩვენებისავით მაინც რომ მოვცეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ თქვა სისხლდენების დროს, როგორ შევაკავოთ სისხლის დენა ან ტრავმის შემთხვევაში.
სისტენის დროს პირველი არის რომ შევაჩეროთ სისტენა ნებისმიერი მეთოდით. ბავშვი შეიძლება ვნახოთ. ჩემზე ნახეთ. ანუ ნებისმიერი სისტენის დროს თავარი შევაჩეროთ. თუნდაც ხელით ეწოლით. კი ბატონო. რო გამოდინებას ლახტის გადაჭერას რაც შეეხება, ყველა შემთხვევაში არ არის მიღებული ლახტის დადება სწორად უნდა იცოდეთ, თორემ შეიძლება მაგით პირიქით გააძლიეროს სისხლენა. მართლა? თუ არასწორ ადგილას მოხდა? არა, არასწორ ადგილას არა. გააჩნია როგორი სისტენა არის, უნდა გახდეთ დიფერენცირება უნდა მოხდეს მისი არტერიული სისხლდენის დროს. თუმცა სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოვა, მანამდე ჩვენ ვუჭერთ. მაინც არ შეიძლება. მაგ დროს ნებისმიერი მეთოდით ხელი დააჭირეთ, ან რაღაც თვითონ ის ჭრილობა ნაჭერი დავადოთ. ინფექცია უკვე შემდეგი სამკურნალო არა, ნუ მაგას არ უნდა მოვერიდოთ, რომ არასტერილური არის და არ შევიყვანო ანუ ინფექცია. რაც შეიძლება უნდა დავიცვათ სტერილური გარემო, თუ ამის საშუალება შევქმნათ სტერილური გარემო, რატომაც არა. თავარი შევაჩეროთ პირველ ეტაპზე სისხლდენაა წამყვანი. კი. აუბრალოდ რთული ერთხელ ჩემ შულს გადაცდა და უბრალოდ არ დავიბენი იმ მომენტში, მაგრამ ისევ ნერვიულე შემდგარია სასულგზებში და ვცდილობ რა ამოვიდე. საკმაოდ საშიშია რა ეს ლუპის გადაცემა. საკმაოდ საშიშია კი. ეს არ აი ეს ეხება რა ჯობია ახლოს მივიწიოთ და ვეძვენოთ. მაშინ რამდენად სწორად გამოვეს. მივატრიალოთ. ხელზე ვიწვენთ ბავშვს. უნდა იჯდეს უბრალოდ უნდა იჯდეთ, მუხს უნდა ეყრდნობოდა მთელი ძალით და აი ამის შემდეგ 5 დარტყმა ხდება ესე 1. ანუ ზემოთ მიმართულება. შემდეგ უნდა გადმოვაწვინოთ. კი ბატონო. 2 თითით ესე 1. ისევ დაბლა უნდა იყოს დაშვებული რა თქმა უნდა. ნუ მე ისე ეს გრძელდება სანამ არ ამოდის, არ ამოვა 20. ეს მითია ფეხებით უნდა დავკიდათო. ეს მითია. შენჭრევა ხო არ შეიძლება. ეს არის სწორი. ეს არის კონკრეტული დახმარება, რომ ის სხეული ამოვიდეს. ეს არის თვეების ბავშვებს საუბრობთ ჩვენ ახლა? დიახ. როდესაც თვეების ჩვილი მოზრდილებში თუ მარტო ხარ და გადაგცდა მე აი მაშინ ნათლია ზემოთ აიხედე. ესეც ხო იყო ერთ-ერთი მაგ დროს ნათლია არ გშული. და ნახულობთ პერიოდულად ხო? პირის ღრუში ხო არ ამოვარ და ეს უცხო სხეული თითით აქ ყველაფერს კუთხიდან მიდიხარ და ესე მე როგორც ვიცი, შენჭრევა არ შეიძლება ბავშვის, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში შეიძლება თავის ტვინი დაზიანდეს და თავის ტვინის დაზიანების გამო, ამიტომ უთხრათ ახალბედადედებს და არა მარტო ახალბედადედებს, ბებიებსაც და ბავშვებსაც ბავშვი ჯღრევა არ შეიძლება, თუნდაც ჩაბჟირების შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული ჩაბჟირების შემთხვევაში, თუნდაც ლუპის გადაცემის დროს. ნამდვილად პანიკურია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება გავრუჯდეს კიდეც და ამ სიტუაციაში არავითარ შემთხვევაში არ მოახდინოთ ბავშვის შენჭრევა. და არ დაზიანოთ მისი ტვინი. ჩაბჟირების დროს. აი რაც მოჩვენე. არა, ეს ჩაბჟირების დროს არის. ჩაბჟირების დროს ჩაბჟირების დროს გადის თავი. შენ წაგივიდეს გული, თქვა, თვითონ წაგივიდე გული. ეს შეიძლება ხდება. სალომეის მე მგონი ისევ შემდა დაგვეხმარო, ესე ჯობია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ საინტერესო მომენტს განხილვი და საინტერესო სცენარი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხშირად შეიძლება არ გვინახავს, მაგრამ ალბათ ბევრი ჩვენგანი ყოფილა ამის მომსწრე, ადამიანმა დაკარგა გონება. და წევს უგონოთ ამ სიტუაციაში. აბა ეხლა შენ ვითამაშე უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. საკო ვითომ სტუდიაში შემოფრინდა დიდი ბუზი. ბუზი ხო? ბუზი. ბუზის შემოფრენის გამო გული გაგწევს. უკვე დაწვა პირდაპირ გადადა. არ დაწვა? ხო, აბა ეხლა ამ სიტუაციაში რას ვაკეთებ? და მაგ დროს პირველ რიგში მოახდინეთ გადაყვანა ფარზე და პირველი რას ვაკეთებთ? ვნახულობთ პულს. თუ პულსი არის სუსტი, მაგ შემთხვევაში ხო, ანუ სავარაუდო წნევა არის დაწეული. მაგ დროს პირველ რიგში ანუ ხო არ ვიცით ახლა ვარ, ანუ არა ვარ ექიმი და ვარ უბრალოდ. ანუ მაგ შემთხვევაში ფეხებს ვსებთ მაღალზე, რომ ტვინისკენ წამოვიდეს სისხლი და ნუ ხო, ეს ხერხი აპრობირებულია ჩემ შემთხვევაში. მარტო შენ შემთხვევაში. კი, ჩემ შემთხვევაშიც. და ალბათ უნდა მოერიდონ მაქსიმალურად ადამიანის იმაში არ უნდა მოაქციონ ჯგუფში, რომ ჰაერი მასთან მივიდეს. უგონო მდგომარეობაში, როცა ვამოწმოთ ცნობიერებას, იძლევა თუ არა კითხვებზე პასუხს, აქვს თუ არა რეაქცია და ამაში თუ უგონოა და საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვს, ამის შემდეგ უკვე ვცდილობთ პაციენტი უსაფრთხო მდგომარეობით გადავაწვენოთ საკაცზე და საკაციდან მანქანაში და პირველად სამედიცინო დახმარება გავუწიოთ მანქანაში. დაუდებელი რაც ჭირდება. აი თქვა თუ არის ვცდილობთ რომ თავი იყოს უსაფრთხო, დაფიქსირებული, ხო? დაფიქსირებული, ყოველთვის ერთი ადამიანი აფიქსირებს თავს. თუ არის ავტოსაგზაო შემთხვევაში შემდეგ თქვა დაიჭვი არის მოტეხი იმაზე რომ არის კისრის მოტეხილოვანი სიტუაციაში როგორ მოვიქცევით? ფიქსატორი. გვაქვს ფიქსატორი კისრის.
როგორ ფიქსირდება ახლა ნახოთ. ჯერ ზომავთ პირველ რიგში ანუ კისრის ზომა სხვადასხვა ზომის არის ეს არის ანუ კი ზომას აყენებ მოკლედ ეხლა გვაქვს უნივერსალური ანუ მინდის ეს შეგვიძლია დავაყენოთ ნებისმიერ ზომას ეს აფციოთ არა თქვენ შეიძლება თავის ვაყენებთ ამას რომ თავი არ ამოძრავოთ აი ეს ჩემი თმა ხო შეეწირა ჩემი მიკროფონი შეეწირა მიკროფონი არ გინდა რომ შეეწიროს არა აი ესე ერთად აღარ წახვალ ისე დაფიქსირებული. თავარია თვითონ შენ არ შეეწირე. მე ხდება ფიქსაცია და გადაყვანა. თავის ფიქსაცია გძელდება ბოლომდე სანამ მეგობრებო. ფიქსირდება არა ეს ახლის არის მენი დიასახლისი მე მგონი მომზადებულია ტრანსპორტირებისთვის პაციენტი უკვე ნამდვილად ხო თქვი მე მომაკითხეს ასეც აღმოჩნდა დაფიქსირდი დაფიქსირებული ყველანაირად დაფიქსირებული ვერსად ვეღარ გაიქცევა გადაცემა აი ხო ახლა მოგვეხმაროს 4 კაცი ქუჩაში ვაჩერებთ გამლელებს და მოდი ბეჭდარემ ჩავჯდები და ნელ-ნელა რეკლამაზეც გავალ ხო მგონი არის გელა არა მოგვეხმაროს მარტო პირველი დახმარება არის მე მინდა როგორ დაეხმაროთ თქვა ექიმს და ბრიგადას ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ სტუდიაში მოგზავნებისთვის და მაყურებელს მინდა უთხრა რომ რეკლამის შემდეგ რა თქმა უნდა დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ რა შეიძლება იყოს გულის წასვლის მიზეზი და თქვენ ასევე გელოდებათ ერთი სიურპრიზი ასე რომ დაგველოდეთ ალექსანდრთან ერთად დაუბრუნდებით და ჩვენს ექიმებს დიდი მადლობა ასეთი დიდი მადლობა